მოგესალმებით დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ One Punch Man-ს. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მე-7 სერია. წინა სერია ნორმალური იყო, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება საიდამა, იგებს გმირთა ასოციაცია თუ ასე ქვია, მე მგონი, ხო. ეცადეთ იგებს გმირთა ასოციაცია რამდენად ძლიერი და რამდენად OP არის ყოველგვარი ზებუნებრივი ძალების გარეშე. ტორნადო გავიცანით ახალი პერსონაჟი, რომელიც ვნახოთ რა სიზამს, დიდ აქცენტს აკეთებდნენ მასზე და კარგი მნიშვნელოვანი პერსონაჟი უნდა იყოს წესით. მე ვფიქრობ ასე, თორე ზედგერითი სონიკზეც ვფიქრობდი ასე, მაგრამ რავი, პროსტა გამოჩნდა და всё. თუმცა შეიძლება ეგეც გამოჩნდეს. თუ არ მოკვდა, რა თქმა უნდა, ისიც არ ვიცით მოკვდა არ მოკვდა. მაგრამ ხო. დავიწყოთ. One Punch Man-ი. პირველი სეზონის მე-7 სერია 3-2-1 დავიწყოთ. ეს ხმარო არის ის ვაფშე თავიდან ასე გონია რომ ხმარობს გათიშვილი. ყოველთვის ეგრე გონია კოსმოსში, რა? გუნუთუ? რა? ვიწყებთ გადაბმას. გასაგებია. მოიცა, არ მითხრათ ახლა რომ ასტეროიდი ჩამოვარდება და საიტამა ერთი დერტყმით განადგურებს. საფეხური ტორინოს რადარზე 6-9-მდე გაიზარდა. რა? უეცრად შეიცვალა ორბიტა. გასაგებია. ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ახლავე გამოვიდე? გასაგებია. კაიგენოს. სენსეი, უეცრად გმირთა ასოციაციამ გამომიძახა. ცოტა ხნით გავა. ძინავს პრო. ხო, იქნებ გათავისუფლებენ. საიტამა. აი რა. გენოს მე-7 ეპიზოდი, შტამბეჭდავი მოსწავლე. შტამბეჭდავი მოსწავლე. გახმოვანებ. იმაში ვიყურებთ ვიარებანის. შენ გენოსი ხარ არა? გენოსი იქნება სერია. მე ბანგი მქვია. ბანგი. სასიამოვნოა. შენ გენოსი ხარ არა? ორჯერ ეტუდა მე ბანგი მქვია. ნაკლებად გახმოვანეს. ბანგი. ეს კლასში მესამეა. ეს კლასში მესამე. ძალიან ძლიერია. ასოციაციამ გამომიძახა. ყველა მთავარ ოფისში წავიდა. ჩვენი განყოფილებაც არიელია. ეს კლასის ყველა გმირი გამოიძახეს, მაგრამ ჩვენს გარდა არავინ გამოჩენილა. რატომ? შეიძლება შორს არიან, ანდაც სხვა საქმით კავდებიან. რა თქმა უნდა, ზოგს ფეხებზეც სკიდია. ჩვენ ხომ მაშინ გვიძახებენ, როდესაც ამოუხსნელია მოცანა ჩნდება. არც ეს იქნება გამონაკლისი. სავარაუდოდ, დრაკონის საფეხურის განსაცდელს უნდა ველოდოთ. 35 წუთში ქალაქზეც უზარმაზარი მეტეორი დაეცემა. ახლოს მყოფ ეს კლასის გმირებს თხოვეს, რომ რამე ეღონათ. მეტეორი? ეცრად ორბიტა შეიცვალა. აქედან გამომდინარე ჩვენი ქალაქი განწირულია. მისი დაცემა ქალაქზეც გაანადგურებს. შიშობ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჯობია შენც გაიქცე. მაცხოვრებლებმა იციან? მითხრეს, რომ დაჯეხებამდე 9 საათით ადრე ევაკუაციას გამოაცხადებენ. გმირთა ასოციაცია ქალაქის მაცხოვრებლებს აფრთხილებს. პანიკა დაიწყება. შენ რის გაკეთებას აპირებ? შენობით ნუ მესაუბრები, ბანგი დამიძახენ. არ გაიქცევი? სკოლას ვერ დავტოვებ, რომელიც ჩემს საგვარეულოს მემკვიდრეობით გადაეცემა.
ოპა. მიმდინარე წყლის ქვის მტეხველი მუშტი. გსმენი ამასზე? წავიდა. ცხადდება საგანგებო ევაკუაცია. საშიშროების საფეხური დრაგონისებრი. გირჩევთ გაიქცეთ. უზარმაზარი მეტეორის დაცემამდე დარჩა 21 წუთი. რომ ხილო ცუდადაა ჩვენი საქმე. ხალხს გადარჩენის იმედი აღარ აქვს. საფრთხე მხოლოდ ქალაქზეც არ ემუქრება. ახლოს მდებარე ქალაქებიც დაშავდებიან. ევაკუაცია გვიანია. არ მეგონა რომ მათ ასე მალე გამოვიყენებდი. რა კადრი. შეცვლის თუ არა რაიმეს ჩემი იარაღიდან სრული ძალით გასროლი ცეცხლოვანი ტალღა. აქ ხომ სენსეი ცხოვრობს. მარტო მე ვერ გავიქცევი. ის? შენ ბოფო იხარ არა? ახალ ბედაგენოსი თუ არ ვწდები. მეტეორის შესაჩერებლად მოხვედი? ხო. ეს კლასში მე-7-ია. ტრის გასანადგურებლად ძლიერი იარაღს იყენებს. ანუ ისიც ქალაქზეში ცხოვრობს. თუ სიცოცხლის გასარისკად მოვიდა. ბოფოი, შენი დახმარება მჭირდება. უარს ვამბობ. რატომ? აქ მხოლოდ ჩემი ახალი იარაღის შესამოწმებლად ვარ. მეტეორი იდეალური სამიზნეა. შესამოწმებლად? თუ ჩამოვარდება, შენც მოკვდები. მე არ მოვკვდები. რა? შენ ახლა დისტანციურად მართავ როგორც ესაუბრები. სიცოცხლის გარისხვას არ ვაპირებ. და კიდევ, ბოფოი არ მქვია. მე მეტალისებრი რაინდი ვარ. გმირები ერთმანეთს ნამდვილი სახელით არ მიმართავენ, მხოლოდ ფსევდონიმებით. ეს ყველა მიცის, ლაპარაკის დრო აღარ გვაქვს. საინტერესოა, გენოს რა ფსევდონიმი ექნება. ის როგორ, სერიის სათაური რო იყო, მაშინ რაღაც კიბორდზე ხო ხდებით რასაც გულისხმობ. მეტალისებრი რაინდი? რაკეტები ჩემს დარტყმას ხელს შეუშლიან. შინკანი რა ფიქრება იყო? ოჰო, რა დამანგრეველი ზალაა. სახიფათოა. ყურადღებით უნდა ვიყო. ჩემი ფეხები. მეტეორი ისევ აქცელებს გზას. ასეთი ძალა არ ყოფნის? მიდი გენოს. დაცემამდე 33 წამი დარჩა. ჩემი შეცხლსასროლიდან მთელი ძალით გასროლისთვის 5 წამი ენერგიით დატენა სჭირდება. ჩემკენ უეჭველის საიტამა გამოჩნდა და ერთი გარტყით მიანარცხეს მაგრამ რა მოხდება? რაც თოთერგიც არ არის, იმიტომ რომ დაიმსხვრევა და პატარ-პატარა ნამსხვრევები დაეცა. მეტალისებრი რაინდის რაკეტებმაც კი ვერაფერი დააკლომას. დააწყნარდი. ხედავ სიმშვიდე დაგიკარგავს. ზედმეტად ახალგაზრდა ხარ, რომ დამარცხების გეშინოდეს. ისე იმოქმედე, როგორც კრიტიკულ სიტუაციაშია საჭირო. შედეგი ხომ არ შეიძლება, სხვა გამოსავალი არ გაქვს. როგორც საჭიროა, სხვა გამოსავალი. საიტამა. მართალია. თუ შედეგი არ შეიცვლება. ხელს რა მისლის? რომ ბოლომდე დავიხარჯებ. აუ. ბანკ, დაიხარე. დამარცხებასა და შემთხვევით სხვებზე აღარ ვიფიქრებ. უბრალოდ მთელი ძალით დავარტყამ.
არა, ანიმაცია ძალიან ძერს. არ გამოვიდა? არა, ხედავ მეტეორი უკან იხევს. მართლა? ოი, არა, მომეჩვენა. შენაგავო. მართლა შენაგავო. მე აქ. არ მოვკვდები. სიკვდილით არ მოკვდები, მაგრამ შენი გაიგებს. 10 წამი დარჩა. გაიქეცით ბატონობა. არა, რაღაცა ის. ბაბუა, ამას მიხედე. საიტამა შენ ვინ ხარ? მე გმირი ვარ. აბამიტის საიტამა. შებიკაი. სენსეი, შენ ჩემს ქალაქზე არ დაეცემი. შებიკაი. ჩემი შუაზე გახლიჩა. არ მჯერა. მაგრამ ნამსხვრევები მერე. შენი ინგრევა. არა მხოლოდ ეს შენობა. ხელი ქალაქი. თელ ქალაქში გამანადგურებელი ცეცხლი მძვინვარებს. ეს ცუდია. ესეც ასე. რა? ესეც ასე ხო? გახმოვანებულია მაიკადრი წერტილი ხომისათვის. არა, პირველი 10 სუთი რა თქმა უნდა, ვაუ. 3 დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ზეც გადარჩენა შეეძლო, მეტეორის ნამსხვრევებისაგან მიყენებული ზიანი მთელ ქალაქში აღინიშნება. გმირთა ასოციაციას. ჩემს მაგივრად, თქვენ რომ გამოეძახეთ სენსეი და მეტალისებრ რაინთან გაერთიანებულიყავით. ზიანს შევამცირებთ. კი, მაგრამ მეტალისებრი რაინდი ხომ იქ ცდების გამო იყო მისული. არი დარდო. დანაკარგი მინიმუმამდე დავიყვანეთ. ხომ არავინ დაღუპულა. მართალია. სენსეის დარტყმა მეტეორს მთლიანად შეუცვალა ინერცია. ჩვეულებრივ მეტეორის დარტყმის დროს გამოწვეული ტალღა მის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. ნამდვილი სასწაულია. არ გამიკვირდება რომ სენსეის სიმამაცაზე ლეგენდები შეიქმნას. არც მე. ვერც კი წარმოგიდგენიათ რომ არსებობენ ისეთები რომლებიც ქალაქის ზეტის განადგურებას გაბრალებენ. მისთვის ამის თქმა არ შემიძლია. არ შემიძლია. უი ხო, იმ სიაში ოდნავ მაინც წამოვიწიეთ? დიახ, რა თქმა უნდა. მე მე-17 ადგილიდან მე-16-ზე გადავედი ეს კლასში. მეტალისებრი რაინდი კი მე-7 და მე-6-ზე. თქვენ კი სენსეი 352 ადგილიდან პირდაპირ მე-5-ზე გადავედით ეს კლასში. მე-5? 352-დან მე-5-ზე რა ჯანდაბა? ეს ნორმალურია? რა თქმა უნდა. 352 ზეთი რა ჩაიდეთ რომ ის კლასში რომ მოხვედრილიყავით არ გამიკვირდებოდა. საფრთხე ხო დრაკონისებრი საფეხურის იყო. პირველზე რომ მოხვდები. მე ვარ რომ არ ყოფილიყო ალბათ. ეს კლასშიც მე-5 ადგილს მოგცემდნენ. ხოლო მეტეორის განადგურება A-კლასსაც კი იმსახურებს. ალბათ გვერდთა ასოციაციამ ჩათვალა რომ მე და მეტალისებრმა რაინდმა მეტი როლი ვითამაშეთ. ნუ თქვენ და შენ და მეტალისებრი რაინდი უფრო დიდი ხნით იყავით და იმიტომ. უი ხო, მუდამ საფრთხის საფეხურს აცხადებენ დემონისებრიო, ვეფხვისებრიო. ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? დიახ. ვეფხვისებრი. ცხოვრების დიდი რაოდენობა საფრთხეშია. დემონისებრი. ქალაქის ინფრასტრუქტურის დარღვევა მთლიანად განადგურება. დრაკონისებრი. რამოდენიმე ქალაქის განადგურების საფრთხე. ღვთიური. კაცობრიობის განადგურების საფრთხე. აი, თურმე ერისთვის ყოფილა. ვეფხვისებრი, დემონისებრი, საფრთხის დონის რათა გადაწყვეტილება რომ დრაკონისებრი დემონისებრზე მაგნად დგას. თქვენთვის კი მათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ხო, რა თქმა უნდა. და ვინ იბრძოლებს გმირი თუ გაიქცევა? აუჩი. რა საკეთებ? თქვენ სიტყვებს იწერთ.
ხო. არაფერი მიქნია და ერთი ამბავი ატეხეს. კაი, აფერით ეთიკა მეტეორი გაანადგურა. ცოტას გავისეირნებ. გარეთ გადიხარ სენსეი? თქვენთან წამოვა. არ გინდა. რამე რომ მოხდეს ისევ შენ შეგასხავენ ხოტბას. გენდოს. როგორ დანგრეულა აქაურობა? ო, ჩემი საყვარელი სუპერმარკეტი განადგურდა. სუდია. საზღარმა მე პატრონემ რო გამომაგდო ის სახლი კი მთელია. ჯანდაბა. ეი, შემოყურა კუერცხო. თქვენ ვიმზანდებით? ვეფხვისებრი მაისური. არ მითხრა რომ დაგავიწყდი. ძმაო! აი ისიც. არა მართლა ვინ არის? მე ძახდი უმცროსო. ძამიკო, გმირი, შავი ხვრელის მაისური მოვიდა. შენ ხარ ის მატყუარე, რომელმაც ეს კლასის გმირების ძალით ისარგებლა და რეიტინგში ამაღლდა? რა? რაზე ამბობთ? რაღა თქმა უნდა შენს ტყუილზე. რა ტყუილზე? რა? რა გინდათ? კიდევ ვერ ხვდები? ისე უნდა გცემოთ რომ მოიცადე, უმცროსო. ჩვეულებრივი ხერხებით ასეც ვერ გასდენ. ჩვენი ის ყველაზე სასტიკი ხერხით უნდა დავამციოთ. ანუ ეს შენ იყავი? ის ვინც ქალაქი გაანადგურა. არჩი. აი თურმე რა. ქალაქი სავსეა მის მიერ ზიზღით განწყობილი ხალხით. ვერ ვიჯერებ. რა სასტიკი ხარ? გასაგებია. ის ამას გამოიყენებს. ამ ნანგრევების ყურებით ვერაფერს გრძნობ? და მის სულს გასტეხს. გგონია რომ ამით მას ხოვრებები გადაარჩინე? როგორ არ ცხენია, ქუჩაში გამოსვა და სეირნობა. შენი შეცდომების გამო ხალხმა თავშესაფარი დაკარგა. თუ არ შეგეძლო, სულად ჩარეულიყავი. სხვა გმირები თავად მოაგვარებდნენ პრობლემას. ასეთი რამ ჩაიდინა და ჯერ კიდევ გმირობა გინდა? ქალაქს შეხედე. ეს ყველაფერი მხოლოდ შენი ბრალია. რომ არ იქნა ეს უარესი შედეგი დადგებოდა. ზუსტადაც. რა თქმა უნდა ხალხი შენი აკვა. ბრალია. გამოვიდა? გაიგონე მათი სასწრაფოთი ხმა. ვინც სახლი დაკარგა? აქ ყველა შენი გაუაზრებელი საქციელებს ხვეპლია. მართალია. დიახაც. არც კი გინდა რომ ამაზე პასუხი აგო? ზუსტადაც. ნამსო. გმირობა შეწყვიტე. შეწყვიტე, შეწყვიტე, შეწყვიტე. ესეც ასე. მისი სიამაყე განადგურდა. ტყუილი არ უნდა გეთქვა. სულელო. არ ვიცი. გენოსი გამოვა? ჯგუფური ფსიქოლოგია მუშაობს. უკვე აღარ ხუმრობენ. საიტამა. სწორედაც რომ შენ გადაარჩინე ქალაქი. და იმან როგორ გადაგიხადა. კი. ასეთია რეალობა. კი. შენ ძლიერი ხარ. ყველაზე ძლიერი ვინც კი შემხვედრია. ამიტომ მე არ ჩავერევი. არ მინდა ვნახო თუ როგორ ლპები ამ ინდუსტრიაში. გმირობის შეწყვეტაც კარგი ვარიანტია. დრო ბოლო მოვუღო. ეი, მან უცნაური მოძრაობა გააკეთა. რა? რას ბოდავ? ნუ თუ გინდა რომ მთელი იმედგაცრუების ჟავრი მათზე იყარო, ისევე როგორც ქალაქზე. ყველაფერს ანადგურებ, რაც არ მოგწონს, არა? ამის უფლებას არ მოგცემთ ჩვენ, ძმები მაისურები, ამ ხალხს შენი ჯავრისგან დავიცავთ.
თუ გმირი ხარ, ნამდვილ ბრძოლაში შეგვეჯიბრე. ახალ ბედას დაჩაგვრა და თქვენი თავის პიარი გინდათ? როგორც ჩანს, მათში შურმა გაივიდა. კი. აი რატომ ვერ ადიან მაღალ კლასებში. ვეფხვისებრი მაისური, რომელიც ნამდვილი ვეფხვით იბრძვის და შავი ხვრელის მაისური, რომელიც მის გზაზე ყველაფერს შთანთქავს. ჩვენ შენ დაგჯით გმირს, რომელმაც სორგზას გადაუხვია. ხოთაიგრე. ჯანდაბა! გაგწყლეთ! ეხებს ვერ მოჭა. აუ! გნებდები! ხელს მომტეხავ! ხუმრობ? მართლა გნებდები! მაპატიე რომ მოვიტყუე! არა, ყუილი არ გითქვამს. მეტეორი მე გავხლიჩე. თუ პრობლემები გაქვთ, მოვისმენ. თქვით. ხოთაიგრე. შენს გამო ჩემი ახალი მანქანა მაღიზიანებ, მოკეტე. მოვისმენოთ. სულ ფეხებზე მკიდია შენი პრობლემები. ეგ მეტეორს მოუყევი, იდიოტო. მომისმინეთ. მე გმირი თქვენს გამო კი არ გამختار. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ასე თავად მსურდა. გძულ ვართ? კი ბატონო, თქვენ ტოლოპანებო. ვაუ. თქვი? სენსეი, ო, გენოს. ცოტა ხანი დამაცადე. ამათ მე. ცოტა ხანი და სახში წავიდეთ სენსეი. ჩინგაი. ხო? იდიოტი, ამას დავუმახსოვრებ. არანაირად არ დავიბიწყებ. სენსეი. თქვენზე აღმატებულ ადამიანს არსად შეხვედრივ, საიტამო სენსეი. ამას რატომ ამბობ? რაღაც მაშინებ. იმ შემთხვევაშიც კი თუ საზოგადოებაზე უკვე შეგაგცეთ. მე თქვენ გამოყვებით. არა, იყოს, არ შეწუხ. ვაუ. საიტამა. გენოს გახმოვანებული ამალი ამთავრებთ რა ამ სერიალს. მე მარტო მე ვარ ასეთი რომ გონია რომ ამ სერიალში 20 წუთი ელვისებულებს წახად გადის. 隕石壊したとか言ってるやつだろ。 ხდება. 弱いやつばっか狙って倒してヒーロー気取りかよ。実際頼れるヒーローなんていないよ。俺の名はボホイ。 კაი. ესე იგი One Punch Man-ი პირველი სეზონის მე-7 სერია. რავი. ჯერჯერობით საუკეთესო სერია იყო ეს. ძალიან მომეწონა. ეს საიტამა სამბავი. აუხ. ბოდიშით მოვალახავე. მოვედი, ბოდიშით ვაგრძელებთ. საიტამა გმირი არის და კი მეტეორი, ანუ მართლა როგორ თქვა, იმ ტიპმა სიმართლე თქვა იმ მოხუცმა, სახელი დამავიწყდა უკვე, შურის გამო ლაპარაკობენ ასე და სინამდვილეში ახლა რანაირი მაგარი გმირები ეგენიარიან, უბრალოდ თავის წარმოჩენა უნდათ და საიტამას ამცირებენ ასე, იმიტომ რომ მე-5 ადგილზე ავიდა 342-დან ეს ძალიან მაგარია, ანუ მართლა 335 ვთქვათ ადგილით, მაღლა რომ ახლა ერთი ქმედების გამო და მესმის რატომაც გრძნობენ ასე, მაგრამ ეს საქციელი, ანუ კიდევ იმ ტიპის სიტყვებს დაუბრუნდები, მას ასე რომ მოიხსნეს ზუსტად მაგიტომ არიან დაბალ დონეზე. ხო. სხვა რავი, რა უნდა ვთქვა? სერია ძალიან მაგარი იყო. საიტამა რო ანიმაციაც ძალიან ძერს კი იყო ამ სერიაში და ეს საიტამა რო გაანადგურა მეტეორი, ვაუ, ძალიან მაგარი სცენა იყო და გენოსი ჯერ კიდევ ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ხო. რავი. იმედია უკეთესი სერიებიც გვექნება მომავალში. და რავი. დაგემშვიდობებით ახლა, მადლობა.
ყველას იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გადავეთ კომენტარები, გააქტიურეთ ზარი და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. მადლობა კიდევ ერთხელ, ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.